მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, იმედია ყველანი კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. მადლობა პირველ რიგში თქვენი ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, მოწონებისთვის, პირადში რომ მიკავშირდებით და მენდობით, ნდობისთვის. მოკლედ, მადლობა რომ იყურებთ, ეს არხი თქვენთვის არის შექმნილი. რომ გავიგოთ, მეტი ინფორმაცია გქონდეს. დღეს გვაქვს უფლება, ვინც ვართ ცნობის მოყვარეები, ვიცოდეთ ცოტა იმაზე მეტი, ანუ ეს არ არის დანაშაული, ნახე? შენ იმარტივებ ცხოვრებას, იმიტომ რომ როცა ხარ ინფორმირებული, როცა ხარ გაფრთხილებული, ხარ დაცული, ხო? შესაბამისად მოქმედებ მერე იმის და მიხედვით, რომ იცი ესე უკეთესია თუ ისე და ასე შემდეგ, ხო? და დღეს უკვე ისეთი დროა და ისეთ დროში გადავედით და აღარ ვიტეხ ამაზე კიდე ლექციები ატარო, რომ გვეძლევა სამყაროდან, იმიტომ რომ გახსნილია, აი ის რაც ტაბუ დადებული იყო, ყველაფერი გახსნილია, ასე გაგეხსნათ ცხოვრება, გაგეხსნათ გონება და ყველა ბლოკი მოგხსნოდეთ. მე ესე ვისურვებთ. თუმცა, ნახეთ, თქვენი რა თქმა უნდა, მიზანსწრაფვა და მოტივაცია და სურვილი არის აუცილებელი, იმიტომ რომ თავისუფალ ნებაში არ ერევიან, ვიცით, კეთილი ძალები, ასე რომ თუ გენდომებათ, თუ ხშირად გააჟღერებთ, იტყვით, მთელი გულით ინატრებთ, აუცილებლად აგისრულებენ იმას, რაც მთელი გულით გინდათ, იმიტომ რომ როცა ადამიანს რაღაც უნდა, მთელი სამყარო ეხმარება და ყველა მხრიდან მოდის მინიშნება, ასე რომ გახდით ცოტათი დაკვირვებული. და დავიწყოთ ჩვენი აქტუალური თემა. ეს ეხება, რა თქმა უნდა, პირადს და ადამიანს, მისი მდგომარეობა, ენერგიები და აი ამ აწყო დროში რა სიტუაციაშია, იქნება ორ ვარიანტზე, ორი დასტით. და დანარჩენი თვითონ გვიჩვენებს კარტი, რა და როგორ, ანუ პასუხებს. მე კი არ ვადგენ კარტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, უსვავ შეკითხვებს. ასე რომ ეს მე, ასე ვთქვათ, წინასწარ დაპროგრამებული არ მაქვს და ნახოთ ჯერ სიგნიფიკატორი ამ ადამიანის. ჩაიფიქრეთ, ორი ვარიანტი იქნება. ნახეთ, ორი ადამიანზე ჩაიფიქრეთ. სიგნიფიკატორი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ენერგიები, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ეხლა რა მდგომარეობაში, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. რაღაცას გეგმავს, რაღაც გეგმები აქვს ორივეს. ზოგადად მთლიანობაში და ვნახოთ ეხლა თქვენ რა ადგილი გაქვთ ამ ადამიანის ცხოვრებაში. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. რას გრძნობს დღის მიხედვით, ხო? აწყო დროში თქვენ დამი პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. და თუ აპირებს, რომ ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, გადაწყვეტილება მიიღოს, რაღაცა მოქმედება გააკეთოს, მანიშნებელი იმისა, რომ თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ. იმიტომ რომ რაღაცა აკლიათ ეს როგორ თქვა, ეს რა თვისებაა, მიზანმიმართულობა ალბათ, ხო? პირველი ვარიანტი ბოლოს და ბოლოს გააკეთებს არჩევანს და მეორე ვარიანტი ბოლოს და ბოლოს გააკეთებს არჩევანს. ანუ ეხლა აქ საყვარლების კარტი ამოდის, ნახეთ, ეს არის საჯარო გაშლა, შეიძლება ბევრი ადამიანი ხართ მისთვის საყვარელი, ну რა თქმა უნდა, ალბათ უნდა იყოთ კიდევაც. პირველი ვარიანტი იქნება ამეთვისტო, მეორე ვარიანტი იქნება ესეთი მიწის ქვა, იასპი, ყავისფერი ფერის.
პირველი, მეორე ქვებით ჩაიფიქრეთ. აი ესე დავდებ და მე გავშლი. პირველი ვარიანტით ვიწყებ, ვინც ამეთვის და ჩაიფიქრა. დიდხანს ჩაფიქრება არ გინდათ, ჯერ სიგნიფიკატორი. დაშორებული. გულდაწყვეტილი. აი ხა, ენერგიები. ზურგ შეგცევით. ვინ ხართ? ვინ არის ესეთი? შეიძლება წარსულის ადამიანია. ამ წუთას ზურგ შეგცევით არის. რას ფიქრობს და ქაოსშია. მისი ტვინი აი ესე არის, ქაოსში არის. რა ადგილი გიჭირავთ მის ცხოვრებაში? დამოკიდებულია თქვენზე და თან გასამართლებთ. განახლება არ მოდის ენერგეტიკულად, ანუ რაღაც არ იძვრის წინ, გაჩერებულია, დაპაუზებულია. აქაც ამოდის ქაოსი. ანუ პირველ ვარიანტს რაღაცა უჭირს, შემოკარგებო. ჯერ ერთი არის დაბალ ენერგეტიკაში, ნახეთ. დემონური ძალები მართავენ, შეიძლება არის დამოკიდებული რამეზე, ვინმეზე, ანუ აქ ეხა უყურეთ საჯარო გაშლა. აქ სასმელია, ნარკოტიკია, მოსაწევია, თამაშია, თვითონ ფულის მიმართა ესეთი სიძუნწე, ანუ რო გიყვარს ფული, ძალიან რო გიყვარს, ესეც დამოკიდებულებაა. და ასე თვლიან ზემოთ. უზენა ეს ძალები და განახლების კარტი ამოვიდა ამობრუნებული, თუმცა მე ამობრუნებულს არ უყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ის რომ დაიწყოს ხელახლა რაღაც ჯერჯერობით ამის შანსი არ არის, თუ რეზონირ და მომწერეთ არ ვიცი ვინ არის, რა არის, მაგრამ ფაქტია რომ თვითონ ძალიან დამწუხრებულია, ამიტომ არ იტყო და უარს რომ დალიოს, სუჭიქები ამოსდის, ანუ აქ მარტო სასმელზე არ არის, შეიძლება რაღაცა გამაბრუებულ რაღაცებსაც არ იკლებს, აბა რატოა მაშინ დემონი მასთან, ხო? მისი ენერგიით იკვებება. და ვნახოთ მაინც თუ დააპირებს ყოველი შემთხვევისთვის დაკონკრეტებულ კარტს, ამ მდგომარეობიდან თუ გამოვა და თუ დააპირებს კონტაქტს, ანუ განახლებას ურთიერთობის აღდგენას. თუ გამოვა ამ მდგომარეობიდან თუ დააპირებს. 50-50-ზე დაგროვილი აქვს ფინანსური რაღაც პრობლემები, ვალები, შეიძლება კარმული ვალები, შეიძლება რაღაცა დააშავა და ეხლა იმკის, ანუ ამ ცხოვრებაშივე უბრუნებენ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას არასწორად სჩადიან და ამის გამო შფოთი აქვს, დარდი აქვს. თქვენთან რო იყო იმ პერიოდში კარგად იყო, ბედნიერი იყო, აქ ამოდის რომ იხსენებს იმ პერიოდს, იმიტომ რომ არაფერს არ აკლებდით, მაგრამ თვითონ არის აეხა გამოვალ მდგომარეობაში. პირველთან დავამთავრე, იმიტომ რომ მიჭირს მეც უარყოფითებზე საუბარი, თან მით უმეტეს რომ გამოდის ეს. ხო, არასახარბიელოა ეს ჩემთვის. ხო. და ეხლა დღის მონაცემით ასეთი ენერგიაა და ასეთ სიტუაციაში ხო იცით რომ ძალიან მალე იცვლება ყველაფერი და მაინც ნახეთ, აბა იქნება შეიცვალოს და გამონათება მოხდეს მის ცხოვრებაში. ჩვენ უსურვებთ გამონათება და ნათელ ენერგიებზე გადმოსვლა. დანარჩენი თვითონ ყველა აკეთებს თავის არჩევანს, იმიტომ რომ ასეა სამყაროს კანონი მოწყობილი. და ვნახოთ მეორე პოზიციის ვინ ჩაიფიქრა იასპი, მიწის ყავისფერი სტიქია, სამკუთხედი, აქ ამოდის სამკუთხედი. აქ ამოდის ადამიანი რომანტიული, აყოლილი ვნებას, ამოდის ახალი დასაწყისი, ანუ პირობითად, ხო? მე ვშელობ ეხლა რას? თვითონ მის ხასიათს, სიგნიფიკატორი. ნახეთ, კარლ იუნგი რომ კონსულტაციას ფსიქოლოგი იყო, იცით ხო, გსმენიათ ერთხელ მაინც ცხოვრებაში ეს სახელი, რომ იღებდა ადამიანებს, აიღებდა ტაროს კარტს და შლიდა, ანუ ის ფსიქოანალიტიკურ ანალიზს აკეთებდა. მასთან რა თქმა უნდა კონტაქტი ჰქონდა და უკავშირი და ესაუბრებოდა
ჯერ პრობლემაზე, რა თქმა უნდა, ვინც მიდიოდა ის ადამიანი, ხო? ფსიქოლოგიური ტრავმები, პრობლემები და მერე ტაროს კარტით აკეთებდა ფსიქოანალიტიკურ პერსონაჟის პიროვნულ დახასიათებას და აი აქ ამოდის ადამიანი, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ცოტა თავქარიანი, რომანტიული, რომელიც ეძებს თავგადასავლებს, სამკუთხედი, ყველა ვარიანტში ჯერ არ გამიშლია ყველა კარტი. იქნება სამკუთხედი, ხო, თან ყველაფერთან ერთად უყვარს ფული, ყავს შვილი. რა ვიცი, რაც მოდის, იმას გეუბნებით, ხო, ხო არ ვიგონებ. აქ ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ფინანსურად სტაბილურად დგას პირველიდან განსხვავებით, ხო? პირველი პერსონაჟიდან განსხვავებით ეს მაჩვენებენ, რომ სტაბილურობა აქვს. ასევე ყავს ოჯახი, შვილი და შვილის გამო, ანუ შვილი ამოუვიდა, ნახეთ, უყვარს შვილი და შვილის გამო აკეთებს ყველაფერს, მაგრამ თვითონ პირადში გულნატკენია, სამკუთხედია, გაცრუებულია გული, აკეთებს ყველაფერს ოჯახისთვის, რომ კონდეს კეთილდღეობა, სტაბილურობა, ორ მაგ თამაშს თამაშობს, ანუ ორი ცხოვრებით ცხოვრობს, მაშ რატომ ვკითხოთ, რა ხდება მეორე ადამიანთან. პირადი გვაინტერესებს, ანუ ეს ფსიქოანალიტიკურად, ხო, ეს დასტა, რაც ამოვიდა მასზე მეტყველებს მის თავქარიანობას. ანუ ემოციებს რო აყვება ადამიანი, თვითონ კი არის სტაბილური, მაგრამ რომანტიული ადამიანია. რა ხდება ამასთან? რა ხდება ამ ადამიანთან? ხო, ანუ სტაბილურობა უყვარს, მაგრამ ეხლა როგორც ჩანს, მის პირადში არის პრობლემა, მის პირადში აქ სამკუთხედი ამოდის, ან გულგაცრუება. თუ სამკუთხედი არის გულგაცრუება, მაგრამ სამაგიეროდ რო იტყვიან, პირადში არ მიმართლებს, მაგრამ აგერ ბიზნესი გამომდის და ფულს შოულობ. ყველაფერი შვილისთვის, ან ოჯახისთვის, შვილებისთვის, თუმცა როგორც ასეთი სიყვარული აკლია. და იხსენებს წარსულ სიყვარულს. და ძალიან გულნატკენია, ძალიან დარდობს და უნდა სითბო, ანუ სითბოს მოკლებული ადამიანი. კარგით, თქვენ რა ადგილი გიჭირათ მის ცხოვრებაში? თქვენ რა ადგილი გიჭირათ მის ცხოვრებაში? თქვენთან, თქვენ რა ადგილი? სტაბილურად ხართ მის გულში, წარსულიდან მოდის ეს სიყვარული, იყო რაღაც პერიოდი აქტიური, შეხვედრები, ამოდის მთვარე, დამალული, დაფარული ურთიერთობა, ღალატობდა მის ცოლს, ასე თქვა, თუ მეუღლეს, თუ ეხლაც ღალატობს, ალბათ დამცხა. და ამოდის, ანუ თქვენ ამოდიხართ მის გულში, როგორც თვითკმარი ლამაზი ქალი, ყველანაირად რა აკმაყოფილებდით მის კრიტერიუმებს და ვნახოთ თუ აპირებს თქვენთან ისევ გააგრძელოს ურთიერთობა, თუ ამ მომენტში მაჩვენებენ, რომ შიგადაშიგ არის კონტაქტი, მიმოწერა მაინც, მაგრამ თუ აპირებს თქვენთანაც რაღაცას მალავს ბოლომდე, ანუ რასაც კვირდებათ, იმას არასრულებს. ეს ვიძახი ოჯახთან დაკავშირებით. თუ შეგპირდათ, რომ ოჯახს მიატოვებს, ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ აგერ ქველმოქმედია მის ოჯახს ეხმარება, ორად არის გაყოფილი. შეიძლება თქვენც გეხმარებათ, მუშაობს ბევრს, კი ბატონო, ეს ამოვიდა თავიდანვე, მაგრამ მისი ოჯახი მისთვის მნიშვნელოვანი ამ მომენტში, იმიტომ რომ შვილი ამოუვიდა და რა თქმა უნდა ამოდის საიდუმლოს კარტი, ამის მერე უკვე ვეღარ ვაგრძელებ. თავის პოზიციებს იცავს, ეხლა თუ არ გაქვთ კონტაქტი, თავის პოზიციებს იცავს და ამოდის ეს კარტი, რაც მანიშნებელია დაფარულზე, საიდუმლოზე და ასევე მაგიაზეც. თუ არ გაქვთ ურთიერთობა, რაღაცა მაგიური, არა ვკითხოთ, აბა არის რამე მაგიური ზეგავლენა მასზე. თუ ეხლა, ანუ откараживай тебя, ხო, ანუ რა შვება, ანუ რაღაცნაირად რომ უკან დგება,
ხო? არ ჩანს თქოს იმალება. თან არ იმალება, მაგრამ თან ვითომ აი ესე არის რა. რა ქვია ამ სიტყვას? ატგარაჟვაიცა, ხო? ანუ მე მგონი მივხვდით, ხო? აი ესეთ პოზიციაშია და რატომ აკეთებს მაგიური ჩარების გამო? ну ფული აქვს მაჩვენებენ და ალბათ ფულის გამო ყველაფერს ხო ამოდის ფული გაყოფა არ უნდა ის და ქონია კომპლექტი არ უნდა გაყოფა ქონია კომპლექტი ფულის გამო რა საინტერესოა ქალი არ ამოდის ანუ ისეთი მაგია გაკეთებული, ახლა არ მინდა ამაზე საუბარი, რომ ის თვითონ იმალება, ვინც არის რა, ამის, ასე ვთქვათ, შემკვეთი. მაგრამ ფაქტია, რომ კონფლიქტი არის. მასთან აქვს კონფლიქტი, ყველაფერი რა თქმა უნდა გრძნობის გამო, იმიტომ რომ იცის, რომ არა აქვს გრძნობა, უნდა მისგან ფინანსური სიტუაცია და აი ეს გაყოფა რას ნიშნავს არ მინდა გავიგო არ მინდა დავინახო მხოლოდ და მხოლოდ ანუ იმუშავე ჩემთვის მოიტანე ასე ვთქვათ ფული და ასე გრძელდება ეს სიტუაცია უკვე დიდი ხანია ანუ მის ცხოვრება აი ამოვიდა კი მეუღლე ამის ანუ მეუღლე და პარტნიორი ვინც ყავს ახლა რა ვის ამოვიდა იმალებოდა ძალიან მაგრამ მაინც არა არის დაფარული, რო არ განცხადდეს. ასე რომ ვერ დაიმალება, ვერა. დღეს ისეთი დროა. ძალიანაც რომ უნდადეს ადამიანს რამის დამალვა, მაინც ყველაფერი გამაშკარავდება. ეს თვითონ სამყარო მოიტანა ეს პერიოდი, ამიტომ იყო ყველანი გახსნილები, ვიყოთ კეთილები და ერთმანეთისთვის გვინდოდეს კარგი, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, რასაც ვაკეთებთ. ცხოვრება არის ბუმბერანგი, თვითონ სამყარო აბრუნებს ამ ყველაფერს უკან. ანუ შენ თუ ხარ მზად, რომ ადამიანს უმაგევლო და რაღაც ცუდი დაუზიანო და გავუკეთო, მაშინ იყავი მზად, რომ სამყარო იგივეს გაგიმღერებს. რჩევა მინდა მოგცეთ თქვენ ახლა ვინც მეორე პოზიცია რჩევთ. რჩევა გაგწესკა. ვინც არის ჩემი პოზიცია. რჩევა ასეთია, ნახეთ. ეს ადამიანი უყურებდა თქვენ, ასე ვთქვათ, სიტუაციას, როცა თქვენ მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად მოილხინეთ, იცეკვეთ, დალიეთ, ან რაღაც ესეთი იყო. უყურებდა ჩუმად შორიდან ამ სიტუაციას, არ ვიცი საიდან თვალთვალებდა, რაღაცა გითხავია. იეჭვენა როგორ ჩანს სხვა ადამიანზე, სხვა მამაკაცზე. იყო კონფლიქტი და ეხლა მაჩვენებენ, რომ არის დანგრევა. ეს ყოფილა ეჭვიანობის რაღაც მომენტი. არ ვიცი გითხრათ თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ჩანს, რომ თუ არ გაქვთ ურთიერთობა ეხლა და არის დაპაუზებული. ეს იყო მომენტი მისი ეჭვიანობის. ან ფოტოები ნახა, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ხა მართლა აგენტ 007 ხო არ არის? რო გითვალებდეთ, მაგრამ სოციალური ქსელებიდან ხო ყველაფერი ჩანს. მაშინ რჩევა, აბა რა იქნება? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? ხო, შეეწინააღმდეგოთ და დაუმტკიცოთ ის, რომ თუ თვითონ არის თავისუფალი, დამყვარს მოხენაც, დროს ტარებაც და ასე შემდეგ და ამის საშუალებაც აქვს, თქვენ ვერ გავიგე. მიზენაკლები ხართ, რომ არ გიხაროდეთ და არ გინდოდეთ ბედნიერი ცხოვრება, თუნდაც თქვენ მეგობრებთან ერთად ადამიანი არ შეუქმნია.
ღმერთს მონად, მსახურად და ყველას აქვს თავის ცხოვრება. აქაც ამოდის ასე. ნახეთ, მისი დულობა არის, თავისუფლება არის თქვენი მხრიდან და გზაც არის. ანუ თქვენ გაიტანთ თქვენ თავს, მოიცილებთ ამ წინააღმდეგობებს, ამ დაბრკოლებებს, ამ რაღაცა პალკი-ვკალიოს, ხო, რაღაცას რო ვითომ გაბრალებთ. ანუ თქვენი გონიერება, თქვენი თავისუფლება აჩვენეთ და ამტკიცეთ. და იდექით მყარად. თუ ასეთი სიტუაცია არის მომწერეთ, გამიხარდება, აბა თქვენიცით სულ ეს იყო. დღევანდელი დღის ენერგიებით. ნახვამდის დროებით.